დიდი მადლობა ბატონო მე ბატონ დავით თორდიას ხო კი მოგცემთ ყველას ჩაწერილის მიხედვით მივივალთ იქამდე ბატონ დავით გთხოვთ მშვიდობა ქართველებო პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ვინაიდან აქ პრეზიდიუმში მსდომმა ოთხმა პიროვნებამ თავზე აიღო ეს ვალდებულება ქვეყნის გადარჩენის ქართველობის გადარჩენის და ეს არის დიდი მისია ამიტომ გილოცავთ ყველას ერთად ვინც პრეზიდიუმში ხარ და ვინც კიდე აქ ბრძანდებით მე მიხარია რომ დღეს რაფერს მოხდა 23 წლის განმავლობაში ერთ დაძახებაზე რომ ამდენი ხალხი მოვიდა დარბაზში მიხარია იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მე მესტიდან თბილისამდე ფეხით ჩამოვედი აქციას ვატარებდი და 4-ვე ტელევიზიას ვუთხარით ის ტელევიზიები რა თქმა უნდა არ მომეკარდნენ მე ლიბერალების დროშა რომ მქონოდა რა თქმა უნდა კადრში ვიქნებოდი 24 საათის განმავლობაში და ყველაზე უარესი ის იყო, როდესაც 200 ადამიანი და რომელიც პირდებოდა თბილისში რომ შემოვდიოდი, დახვდებითო და იქიდან დამხვდა 4 ადამიანი. მაგრამ ეს იყო 2017 წელი. შემდეგ იყო კორონა, კოვიდი ერთი ამბავი და იცით თქვენ კარგად კიდე ბევრი შეხვედრები ჰქონდა, აქციები, მიტინგები ერთი ამბავი. დაიძახა ბატონმა დავით ჭაბუკაშვილმა და თავმოყრილით წამოვედი თბილისში. სამწუხაროდ პარლამენტის წინ დამხვდა 25 ადამიანი თბილისელები. შემდეგ ბატონმა დემორმა დაიძახა დადიანის ქუჩაზე იყო თუ არ ვწდები ხო? ხოლში შეხვედრა. ქართველებს ვისაც გნებავთ გაერთიანება მობრძანდით იყო. თავმოყრილით ავდექი და წამოვედი. იქაც სიტყვით მომცეს გამოსვლის უფლება. დღეს მე უფლება არ მქონდა რო არ მოსულიყავი აქ. ვინაიდან ორი რამის გამო აქ სტომს ადამიანებს მე ყველას ვიცნობ, მეგობრები არიან, ყველა არის ღირსეული პიროვნება, ყველა არის ნამდვილი მამულიშვილი, მე მათში ეჭვი არ მიყარება და თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ დღეის შემდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი განზე ან უკან დაიხიოთ. ამიტომ გისურვებთ ამ ბრძოლაში დაწყებას და გამარჯვებით დამთავრებას. ეხლა როგორც მეგობრებს აქვს თორდა ჩვენში პრეზიდენტებსაც მინდა ასეთი რაღაც ვთქვა ერთი მექნება შენიშვნა და მეორე მექნება თხოვნა მოდი ახლა სანამ შენიშვნამდე მივიდოდი მანამდე ცოტა შემოვლით ვიტყვი რომ ყველასათვის გასაგები იყოს დედამ შვილი რო გააცილოს გზიდან მანქანით და იმ შვილს ავარია მოვიდეს და გარდაიცვალოს ცოტა ხნის შემდეგ მეორე შვილი რო წავიდეს კიდე გზაზე იმ გადაღებული შვილის პერანგს ხო არაფრის დიდები არ ჩააცმევს. ხო ეს ფაქტია, ხო? კი ბატონო. და არ ვიცი ეს რატომ მოხდა დღეს, მაგრამ შეიძლება შემდეგ ეს ვისაუბროთ ამ თემაზე, თუ ვისაც გნებავთ, როგორც გნებავთ, მე ბევრჯერ გავაზღვრე ეს Facebook-ი ჩემი გვერდიდან, რომ ეს დროშა, რომელიც 1918 წელს აპრილდა საქართველოში დამთავრდა ტრაგიკულად. წელიწად რაღაც თვეები იარსება იმ სახელმწიფომ, იმ მთავრობამ და სახელმწიფომ. შემდეგ მეორედ კიდე ვიცით, თუ როდის აფრიალდა და დამთავრდა კიდევ ტრაგიკულად. თუ 1918-ში ბევრჯერ სხვა სახელმწიფოს გასაგებია. მაგრამ 92-ში როცა ეს დროშა ავარდიალი ჩვენ ტრაგიკულად კი დამთავრდა, მაგრამ კიდე ზე ტრაგიკულად, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებმა ერთმანეთს დავხოცეთ. ორივე მხარეს ეს დროშა ეკავა. ამიტომ მე ჩემს გზას გეუბნებით, მაგრამ თავში რაც გითხარით ეს იმის იყო რომ უკეთესად გაგებოს, ეს არის გათარსული მოსა და არ შეიძლება ამ დროშის აფრიალება. ამისათვის მე ამ პრეზიდენტში ვიცნობ აგერ არის გიგლა გობეჩიას აქვს ამის უნარი და მე მგონი რომ თქვენ უკან დგანან მეცნიერები ვიცით აი ამ მეცნიერებს უნდა ვთხოვოთ რამენერად რომ დავსვათ 4-5 ადამიანი ვისაც თავის სპეციფიკა ხო? რომ შექმნათ ახალი დროშა.
ეხლა მეორე რასაც თხოვნას ვიძახი. მე არასდროს არ ვმალავ ჩემს აზრს. თუმცა პოლიტიკაში შეიძლება ცოტა იცუღლუტო ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც აქ ესეთ რაღაცები ვიკადროთ. ამიტომ პირღიად უნდა ვთქვა ყველაფერი. მეგობრებო, პირველ რიგში თქვენ მოგმართავთ ჩემო მეგობრებო, ესე იგი რამდენი ხანია გისმენთ და ყველას რატომღაც დაგვავიწყდა, გვახსოვს 92 წლის 22 დეკემბერი, მაგრამ ყველას გვავიწყდება სამეგრელოს ტრაგედია, 6 წლიანი ცოდვის კალო. იცით რა არის, მე სამეგრელოს წარმომადგენელი ვარ, ყველა მიცით, ხო? და მე 33 წელიწადია ამ ნაღვლას და სევდას გულით ვატარებ. ეს ცეცხლი მინთია გულში. კაცში შვილი ამაზე არ ამბობს. თუ ანწუხელიძე არის გმირი, თუ აქეთ სამაჩაბლოში და აფხაზეთში თითოეულ არის დაღუპული გმირი არის, 6 წლის განმავლობაში შევეწირეთ სამეგრელო თელ საქართველოს მაგივრად. მე მახსოვს ზეპირად რომ დავით ანწუხელიძეც გმირია და სამეგრელოს ტრაგედიების დროს დაღუპული ხალხის გმირები არიან. შემოკარგო, ამას ვინ ამბობს და ვინ იწევს? არავინ არ ამბობს თუ იმას არ არის საერთოდ ხსენება, არ არის ხალხნო. გამიგეთ, მე ჩამატანიეთ სამეგრელოში რაღაც სიტყვა, ეხლა დღეს ამას ვერ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ეს მანამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს რო სახელმწიფო განიხილავს ნაცების იმას ტელევიზიაში რო აფიშირებას აკეთებენ, პარალელში უნდა განიხილებოდეს სამეგრელოს ტრაგედია, რომელიც ცოდვის კალოდ იყო. კარგით, მე ორივე გითხარით, შეიმჩნევთ თქვი და თხოვნას გითხარით და გავითვალისწინოთ ძალიან გთხოვთ. ეხლა მე მინდა ვთქვა ასეთ რაღაცა, ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი თავის აზრებში. ქართველობა და მართლმადიდებლობა ერთმანეთის იდენტურია. მას არ ვთქვია ქრისტიანობა, იმიტომ რომ ქრისტიანობა ზოგადი განმარტება და ბევრი დანაყოფები აქვს. მართლმადიდებლობა ნიშნავს მართალი სიტყვის თქმას, მართალი საქმის კეთებას და უნდა ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე. თუ სულს ვერ ვეტყვით 99 და 99% მაინც ვთქვათ ხალხო. ეხლა მე ისიც გვამინდათ, მე ჩემს Facebook გვერდზე რო შემოვა ადამიანს ზემოთ აწერია დიდი ასოებით ასეთ ცნობილი პიროვნების სიტყვები არის თუ საყურება ხალხის საყურების გარეშე არის ორი რელიგია. ამიტომ შევეშვათ ამ რელიგიას, რელიგიები ბევრი არის, მაგრამ ჩვენი რელიგია არის ღვთისმსახურება და ხალხისმსახურება. და ეს ვერტიბილობა, რომელიც დღეს გადაწყვეტეს ხალხისმსახურება, ღმერთმა ხნას გამარჯვებით განსახურება. ღმერთმა ხნას გამარჯვებით განსახურება.